ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ერთ-ერთი უმძიმესი ამბავი 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც ჟურნალისტებს ბექა სივსივაძეს და გიორგი მამაცაშვილს ჯერ რეზინის ტყვიები დამიზნებით ესროლეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. წარსულის მძიმე ისტორიის გახსენება მათ საგამოძიებო კომისიაზე მოუწიათ. გამოფრთხილებლად გიორგი მაინც შესახა რომ ბიჭებო ჟურნალისტები ვართ და პრესკარტა აწია. გაისმის მთელი ზალპი, მეც და გიორგისაც დაახლოებით 40 მეტრი ტყვია ჰქონდა რეზინის მოხვედრილი. რა მანძილიდან გესროდნენ? დაახლოებით მეტრანახევარი 2 მეტრს. ამოგვეწინენ ისინი, ვინც ტყვიებით უკვე გადაგსხვილეს და მე პირადად თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე, როდესაც თვალი გავახილე, წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასმასის ხელბორკილით შეკრული. ერთ-ერთი პირველი რაც გავიგონე ეს იყო ჩემი მეგობრის და კოლეგის გიორგის ხმა, რომელიც თავზე დამდგარ სპეცრაზმელებს უხსნიდა, რომ აქვს აკრედიტაცია, ვარ ჟურნალისტი და თუ შეიძლება შეწყვიტეთ ცემა. რომ გავიხედე, რამოდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტით უსწორდებოდა გიორგის. ასავალ-დასავალ ჟურნალისტები აქვინ არიანო და გახარებულებმა ჩვენს პირველად ცხოვრებაში ესე ძალიან გამიხარდა, რომ ჟურნალისტი ვიყავით, შევძახეთ, კი, ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ვიფიქრეთ, გვათავისუფლებდნენ, ამის ნაცვლად მოვიდნენ და უარესი ჩაიდინეს. ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი თვლის, რომ 26 მაისის მოვლენები მედიის დამორჩილებისა და გაჩუმების ბოლო მცდელობა იყო, თუმცა მისი აზრით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ქვეყანაში გაცილებით ადრე დაიწყო. გაიხსენა რამდენიმე ფაქტიც, მათ შორის იყო გამომცემლობა სამშობლოს დახურვა. ეს არ დაწყებულა 2011 წლის 26 მაისს. ეს დაიწყო გაცილებით ადრე. 2007 წელს პრაქტიკულად შარაძის მკვლელობით დაიწყო უკვე ღიად მორალური შეტევა უკვე მედიაზე და რაღაც ცნობიერზე. როდესაც გამომცემლობა სამშობლოდან გამთენიისას გამოყვარეს ჟურნალისტები, ასავალში უმუშაობდი მაშინაც. და გამომცემლობა სამშობლოში იყო მიზანმიმართული, რომ ასავალ-დასავალი გაეჩუმებინათ. იგი უგულავას ბრძანებით, ირაკლი მაკაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ გამთენიის 5 საათზე სამშობლოში, კონდახების ეს ტყმებით მაგორავის კიბეებზე პირადად მე. მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ერთადერთი, რამენაირად გაეჩუმებინათ მედია საშუალებები, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა. გამომცემლობა სამშობლოს დახურვამ, რომ მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ დამაზიანებელი შედეგი იქონია. ამაზე საგამოძიებო კომისიაზე ბონდო მძინარიშვილმა ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი იყო და ამის მიზეზებიც ახსნა. ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობ, აი ასეთი განცხადება გააკეთა. ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ ისედაც მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბეჭდური მედია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში არ ჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ გამომცემლობა სამშობლო გარდა იმისა, რომ მატერიალური ბაზა, რომელსაც გაყიდიდა, ჩაეგდოთ ხელში და შემდგომ ის გაესვისებინათ. და ამავდროულად შური ეძია ამ გაზეთებზე ეს გაზეთები არ გამოსულიყო. ბეჭდურის გარდა მაშინდელი ხელისუფლების სამიზნე ინტერნეტ გამოცემებიც იყო. საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი იაკობაშვილისგან მოისმინეს, თუ როგორ აღმოჩნდა პრესაჯი ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი პოლიტსაბჭოს წევრის დაქვემდებარებაში. იაკობაშვილმა თქვა ისიც, რომ მისი გუნდისთვის იმ პერიოდში გრანტებიც მიუწვდომელი იყო. წნეხში რომ მოექცა მამია სანადირაძე იძულებული იყო მაშინ მითხრა სანამ სულ გაანადგურებენ მთლიანად ალბათ ჯობია გავყიდო. ისე მოხდა რომ გადაეცა კავკასიის ონლაინი ამას მიყვა. პრესაჯის დომენიც გადაეცა არის ესეთი პიროვნება გიორგი კაპანაძე, რომელიც დღეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. 15 ივნისის ცნობილი დარბევა, ხომ გახსოვთ? პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მხოლოდ აიტივიმ გადაიღო. ოიარა მსოფლიო ამ კადრებმა და ამაზე იყვნენ ნაცები განსაკუთრებით გამწარებულები ჩვენზე. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა კეთი ხუციშვილმა ვიღაცის პირით შემომითვალა, რომ ჩვენთან ახლა იქნება გრანტები, დავწერეთ პროექტი და მისეს სხვას, ვისაც საერთოდ არ ჭირდება. მედია პროექტების კოორდინატორი არისო ალეკო ელისაშვილი. ესეთი რაღაცა მოიფიქრა უცებ ელისაშვილმა, რომ აი თქვენთანო იქო ფორუმებშიო ვიღაცები ბილდს იტყვაობენო და ამიტომ არ მოგეცით. მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირველივე წელს უკავშირდება, როდესაც ტელეკომპანია იბერია დახურეს. კომისიას დეტალები არხის მაშინდელმა ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა მოუყვა. თქვა, რომ არხის დამფუძნებელს სამოუწყებლო ლიცენზია ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების სანაცვლოდ დაათმობინეს.
ყველანაირი უფლება, ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ აი ამ სატელევიზიო დაჭერების დროს. ერე იყო თუნდაც აჭარელი სტუდენტების საქმე. საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო მაშინ ზაზა მესხი და თქვენი კოლეგა მამუკა მდიდარაძე იყო გამომძიებელი. როდესაც ეს სტუდენტები გაუშვეს ხელწერილი საფუძველზე სახლში, დინარაძეც დააკავეს და ზაზა მესხიც. 2004 წლის 18 თებერვალი იყო, მივედით დილას სამსახურში და რაც ხედავთ, ტელეკომპანია იბერიის შენობაში შესული არის სპეცდანიშნულების რაზმი. მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ომეგას ოფისებში და მათ შორის ტელეკომპანია იბერიაში აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. გამოგვიცხადეს არქის დამფუძნებლებმა, რომ ტელეკომპანია იბერია ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას და ტელეკომპანია დაიხურა. როდესაც ლიცენზია დათმო ომეგამ, ომეგას ყველა ორგანიზაცია ამუშავდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების შესწავლას საგამოძიებო კომისია მომდევნო სხდომებზეც გააგრძელებს. მომდევნო 2 სხდომა სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა.